ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ცოდნა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად მოგატყუებენ, ადვილად გადაგაგდებენ, ადვილად გაგატყავებენ და ასე შემდეგ, ხო? და ძნელია, როცა ადამიანი სიბნელეშია და არ იცის თავისი მომავლის შესახებ არაფერი. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ღმერთთან ურთიერთობას და ღმერთის მიერ დაპირებულ მარადიულ სიცოცხლეს, მარადიულ სამყოფელში. თუ ამ სფეროში თვითეული ადამიანი არ შრომობთ და ცოდნას არ იღებთ თავად ღმერთისაგან, დავაკვირდით მე კვლავ ხაზს გაუსვა, მე არავის არ მოუწოდებ, რომ მე დამეჯერეთ. მე ყოველთვის მოგიწოდებთ, რომ დაუჯერეთ თქვენ საკუთარ თვალებს და თქვენ საკუთარ ბიბლიებს, რომლებიც გააქვთ სახში ხატების თაროსთან. გადმოიღეთ დროა, რომ ცოდნა მიიღოთ ამ ხრევ, დროა, რომ ადამიანები გამოვიდნენ სიბნელიდან და დაინახონ თუ რამხელა ტყუილში, სიცრუეში, სიყალბეში აცხოვრებს მათ სამღვდელობა. არ აქვს მნიშვნელობა ეს მართლმადიდებლები იქნებიან, კათოლიკები, გრიგორიანები, მსოფლიოს მასშტაბით ვიძახი, სადაც კი სამღვდელოებას ირქმევს ადამიანი ვითომ ღვთის მსახურს. ამისათვის მოდი გავერკვიოთ, ძალიან მარტივია, თქვენ ვისაც გაქვთ სახში ბიბლიები, ისწავლით მისი გამოყენება. ასეთი სახით თქვენ ღმერთს მოусმენთ ამ წიგნის მეშვეობით. იქიდან საუბრობს ღმერთი. ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გააუქმა იესო ქრისტემ მღვდელთა მსახურება დედამიწაზე, მანამდე ჯერ ვნახოთ რა იგულისხმებოდა მღვდელთა მსახურებაში. ბიბლია გაყოფილია ორ აღთქმად, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ასე ნახავთ სარჩევში. ძველ აღთქმაში მოცემულია ინსტრუქციები თავად ღმერთის მიერ, რომელმაც მოსეს მისცა, ეს ხდება ძველი წელთაღრიცხვის 1513 წელს, როცა მოსემ ამ ინსტრუქციების ჩაწერა დაიწყო, თავად ღმერთი ესაუბრებოდა, ამაზე ყველა რელიგია თანხმდება, რომ ეს სინამდვილეში ასე მოხდა, ეს ხდებოდა ხორების უდაბნოში სინასთან, სადაც მოსეს აძლევდა ღმერთი ამ ინსტრუქციებს. თავად ღმერთმა მოიფიქრა ეს მოდელი და მისცა მოსეს თუ დეტალურად აუღწერა, როგორი უნდა ყოფილიყო მღვდლად მსახურება. მე შევარჩიე თქვენთვის ეს წიგნები, ეს არის ბიბლიის მეორე, მესამე და მეოთხე წიგნი. პირველი წიგნი არის დაბადება, ვინც იცით, პირველი ფურცელი, ვისაც გადაგიშლიათ და დაბადების შემდგომ არის უკვე წიგნი გამოსვლა, წიგნი ლევიანი, წიგნი რიცხვი. მე ამ წიგნიდან ამოვარჩიე ის თავები, ახლა მაგ ბევრ თავებში სხვადასხვა დეტალებზეა საუბარი და სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებით რო არ გაიფანტოს თქვენი ყურადღება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ მღვდელთა მსახურებაზე. ამიტომ ეს თავები მაქვს ამორჩეული, ბევრი ერთი დღე დაკარგოთ, მაგრამ ეს ცოდნა რომ მიიღოთ აუცილებელია. გამოსვლაში ნახეთ 25-26-დან 30-ის ჩათვლით თავები, შემდგომ 37-დან 40-ის ჩათვლით. შემდგომი წიგნი გამოსვლისა არის ლევიანი. ესენიც პირველიდან 10-ის ჩათვლით ნახეთ თავები, შემდეგ მე-16 თავი, 21-24 თავები. მე ის თავები მოგიმზადეთ, სადაც უშუალოდ ის დეტალებია მოხსენიებული შესაწირავებთან დაკავშირებით, მაგალითად ალბათ ბევრს გაინტერესებთ საიდან წამოვიდა მირონი, საკმეველი, სანთელი, ყველაფერი ამაზე დეტალურად არის ამ ცნობებში მოცემული. თავად ღმერთი აძლევდა მითითებებს მოსეს, თუ რისგან უნდა დაემზადებინათ სანთელი, ვის უნდა აენთო, როდის უნდა აენთო, სად უნდა მდგარიყო საშანდლე, როგორი უნდა ყოფილიყო საშანდლე და დეტალურად თავი და ბოლომდე როგორ უნდა ყოფილიყო მღვდლის სამოსელი, როგორ უნდა ყოფილიყო მღვდლად კურთხევა, ვის არ შეეძლო მღვდლად მსახურება და ვის რა როლი ჰქონდა, მოკლედ ლევიანნი ესენი იყვნენ ერთ-ერთი შტო ისრაელისა, ჩვენ ვიცით რომ ისრაელი 12 შტოსგან შედგებოდა, იესო სწორედ ამიტომ აირჩია 12 მოციქული ისრაელის შტოების მიხედვით სიმბოლურად და ლევიანი ეს იყო ერთ-ერთი შტო, ვისაც ევალებოდა კარვის მომსახურება. იმ პერიოდში ჯერ ტაძარი არ იყო აშენებული. ღმერთმა მისცა კარვის გეგმა, ასე ვთქვათ, მოსეს სადაც ხდებოდა ეს მსახურება, მღვდელთა მსახურება, რასაც ქვია. კარავი იმიტომ იყო მაშინ, რომ ისრაელი გადაადგილდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. სწორედ ლევიანნი აკეთებდნენ ამ მომსახურებას. აი ეს შტო ისინი შლიდნენ ამ კარავს, გადაჰქონდათ ეს მოწყობილობა, სხვაგან აწყობდნენ და იქ იყო შანდალი და ყველაფერი ის დეტალები, რომელსაც თქვენ აი ამ თავებიდან გაიგებთ. ასევე გაიგებთ იმას, თუ რა შედიოდა შესაწირავებში, რომელი შესაწირავი ისთვის იყო გამიზნული. შემდეგ უკვე არის ესეთი წიგნი მეფენი. ბიბლიაში არის 4 წიგნი მეფეთა, პირველი მეფეთა, მეორე, მესამე, მეოთხე. ამიტომ მესამე მეფეთა ნახეთ. მესამე მეფეთას მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე თავებში ღმერთმა მისცა ასევე გეგმა იმისი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძარი. თავად ღმერთმა დააპროექტა. ეს პროექტი მისცა და დაავალა რომ აეშენებინათ აი ამ სახის, როცა უკვე ისრაელი დამკვიდრდა და აღარ იყო საჭირო კარვით მსახურება.
და ეს ყველაფერი, ეს დეტალები, ის შესაძლებლობები უნდა გადმოინაცვლათ უკვე ქვით აშენებულ ტაძარში. და ეს ხდება ძველი აღთქმით, ამიტომ ქვია ძველი აღთქმა, რომ ის მაშინ ხდებოდა. შემდეგ უკვე იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის მერე იესო აძლევს ახალ აღთქმას, ხო? და ამ ახალი აღთქმის თანახმად იესო ხდება მღვდელმთავარიც. სწორედ იესომ აიღო თავის თავზე ყველა ის ფუნქცია, მოვალეობები, რასაც კი მღვდლები ასრულებდნენ. იესომ ეს ყველაფერი დაასრულა. აი ეს ძველი აღთქმით რაც იყო, ეს ყველაფერი დაასრულა. მაგრამ თქვენ ეს იმიტომ უნდა წაიკითხოთ ძველი აღთქმის აი ეს თავები, რომ გარკვეული იყოთ იმ დეტალებში გადახელოთ, აბა შეესაბამება რომელიმე სამღვდელოების ქმედებები იმას აღწერს, რაც იქ არის, თუ სრული აცდენა ცირკი და კლოუნადა, ეს უნდა გაიგოთ, ეს არის ცოდნა, როცა ცოდნას იღებ, სიბნელიდან გამოდიხარ და ვერავინ ვეღარ მოახდენს თქვენზე მანიპულირებას, ვერავინ ვერ გაქცევთ ზომბად და თავის ჭკუაზე ვეღარავინ ვეღარ გატარებთ, როცა ცოდნას მიიღებთ ამ სფეროში. გეცოდინებათ რა იყო ღმერთის განზრახვა მღვდელმსახურებასთან დაკავშირებით და დღეს რას წარმოადგენს ეს. ამიტომ როდესაც იესო დედამიწაზე მოვიდა, ნახეთ სახარება ლუკასი. ეს არის უკვე ახალ აღთქმაში, რიგით მესამე სახარება 21 თავის მე-5-მე-6 მუხლები. აქედან თქვენ გაიგებთ, რომ იესო წინასწარმეტყველა აი ამ ტაძრის დაანგრევა და გაუქმება და მართლაც იესოს წინასწარმეტყველებიდან გადის 40 წელი, ანუ ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელებმა გაანადგურეს ტაძარი. მაგრამ მანამდე რა ხდება, ამ დეტალსაც მინდა მიაქციოთ ყურადღება. იგივე ლუკას სახარების 23 თავს თუ ნახავთ, 44, 45, 46 აქ აღწერილია იესოს სიკვდილი, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ 45 მუხლს. რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება? როდესაც იესო მოკდა პარალელურად აი ამ ტაძარში, სადაც იყო ფარდა ჩამოშვებული, რომელსაც ქვია წმინდათა წმინდისაგან ყოფდა წმინდა ადგილს, ეს თუ რა არის დეტალები, ამას თქვენ გაიგებთ, რას ნიშნავდა ეს ფარდა, რომელიც ყოფდა წმინდათა წმინდას წმინდისაგან. და აი ეს ფარდა შუაზე ჩაიხა იესოს სიკვდილის პარალელურად. რატო ჩაიხა შუაზე? ეს არ იყო შემთხვევითი, ამით ღმერთმა აჩვენა, რომ დასრულდა მღვდელთა მსახურება დედამიწაზე. რაც კი ღმერთს ჰქონდა ის დეტალები მიცემული ყველაფერი თავის ტაძრიანად, ღმერთმა დაასრულა დედამიწაზე მღვდელი და მისი მსახურება, როგორც შუამავლის მსახურება და ტაძრის მსახურება დედამიწაზე. მართალია ხა მე-4 საუკუნე ქართველებმა დაიწყეს ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ტაძრების მშენებლობები, თუმცა ის ტაძრები არც ერთი არ შეესაბამება ამ პროექტს, რომელსაც თქვენ ნახავთ და თვითნებურად იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიანთი ინიციატივით და მღვდლებიც ასევე შეუდგნენ მსახურებას თავიანთი ინიციატივით, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამებიან იმ დეტალებს. საინტერესო რა არის, ახლა კიდე რას მიაქციეთ ყურადღება. ლუკას სახარების აი ამ მუხლებს რომ ნახავთ, შემდეგ ნახეთ წიგნი ებრაელთა მიმართ. ეს არის თუ მთლიანი ბიბლია გაქვთ, ბოლოდან მეორე წიგნი, თუ ცალკე ახალი აღთქმა და ფსალმუნებად გაქვთ წიგნი, ბოლოდან მესამე იქნება. რატომ მიწერა ებრაელთა მიმართ? იმიტომ რომ პავლემ მიწერა ეს, რატო არ მიწერა ქართველთა მიმართ ან სხვა რომელიმე ერებს? იმიტომ რომ ებრაელებისთვის იყო ცნობილი ეს წესები, მღვდელთა მსახურების წესები. და პავლემ ეს ყველა თითოეული დეტალი ხაზი გაუსვა, როგორ გააუქმა იესომ, როგორ დაასრულა იესოს სიკვდილმა და როგორ ჩაანაცვლა ახალი მსახურებით. ახალი სიმბოლური ტაძარი, რომელიც ზეცირ ტაძარს წარმოადგენს. სწორედ ამას გაიგებთ აი ამ წიგნიდან. სულ რაღაცა 4 თავი უნდა წაიკითხოთ ამ წიგნში. კარგი იქნება თუ ჯერ ამით დაიწყებთ ამ წიგნით, მაგრამ მე აუცილებლად ნახეთ ის დეტალები წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თავში მოხსენიებულია ისეთი დეტალები, რომელსაც ვერ გაიგებთ თუ ეს თავები წაკითხული არ გექნებათ. როცა წაიკითხავთ წიგნს ებრაელთა მიმართ, დააკვირდით მე-7, მე-8, მე-9, მე-10 თავები, აი ეს 4 თავი წაიკითხეთ. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება მე-10 თავში, მე-5 მუხლიდან. აქედან იწყება ზუსტად ის კონტექსტი, კარგად არის ახსნილი, თუ როგორ დაასრულა იესო ქრისტემ დედამიწაზე ტაძარი და მღვდელთა მსახურება. და როგორ აიღო იესომ ეს ყველაფერი თავის თავზე. ამ თავებიდან თქვენ იმასაც გაიგებთ, რომ იესო ქრისტეს ზეცაში უზენაესი ღმერთი კი არ არის, ის უზენაესი ღმერთის მარჯვნივაა, ის არის ღმერთისგან, უზენაესი ღმერთისგან, ზეციერი მამისაგან დანიშნული როგორც მეფე და როგორც მღვდელმთავარი, მელქისედეკის წესით. სწორედ ამას გაიგებთ აი ამ თავებიდან, თუ რას ნიშნავდა ეს წესი, იესომ ეს ორივე ფუნქცია თავის თავზე აიღო, იგი მეფეა მთელ სამყაროში და არის მღვდელმთავარი, რომელიც მსახურობს ჩვენსა და ღმერთს შორის შუამდგომლად.
სწორედ ამაზე აი ეს მუხლებიც, თუ ნახავთ ტიმოთეს 2 წერილია ახალ თქმაში, ნახეთ პირველი წერილის მეორე თავის მეხუთე მუხლი. ნახეთ ასევე რომაელთა მიმართ წერილია მერვე თავის 34 მუხლი. საიდანაც იგებთ, რომ იესო ზის ღვთის მარჯვნივ, ის ასრულებს ზეცაში ამ მოვალებას, ანუ ის უზენაესი ღმერთი კი არა. ის არის ჩვენსა და ღმერთს შორის მღვდელმთავარი, რომელიც ასრულებს ამ მსახურებას და რომელმაც დაასრულა დედამიწაზე მიწიერი მღვდლობა. ამაში რომ გაერკვეთ, აი ებრაელთა წერილი, როგორც გითხარით, მე7 და მე9 მე9 მე10 თავები უნდა წაიგითხოთ. ხოლო 60 ქულო ეკლესია რას წერს ამ საკითხზე, ის შეგიძლიათ ნახოთ მოციქულთა საქმეები, ეს ახალ თქმაში რიგით მე5 წიგნია, მე7 თავის 44-დან 50-ის ჩათვლით, სანამ სტეფანეს ჩაკოლავდნენ, მან უთხრა ეს ებრაელებს აუხსნა, რომ მიწიერი ტაძარი გაუქმებულია, ასევე იგივე მოციქულთა საქმეების მე7 თავის 24-25 მუხლებში ნათლად და გასაგებად წერენ მოციქულები, რომ დედამიწაზე ღმერთს აღარ ჭირდება ტაძრები და აღარ ჭირდება მღვდლის მსახურება, როგორც ასეთი. და ისინიც განმარტავენ, რომ შუამდგომელი ჩვენსა და ღმერთს შორის არის იესო ქრისტე. ამიტომ უნდა გადახედოთ, წაიკითხოთ, ცოდნა მიიღოთ, ცოდნა ძალა, ცოდნა სინათლე და როცა საერთოდ ცოდნის მიღება სირცხვილი არაა, ეს უნდა ვიცოდეთ. გადაშალეთ ყველა. შეიძლება ერთი დღე დაკარგოთ აი ამ თავების კითხვაში და აი ამ მონაკვეთებში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, რომ თქვენზე манипулირება ვეღარ შეძლოს ვერავინ, რომ დრო ადამიანები გამოვიდნენ სიბნელიდან. ბიბლიაში ისიც არის ნაწილასთან მეტყველები, რომ ძალიან მალე იქნება მსოფლიოს ახალი ალიანსი, დიდი ძლიერი არმია მსოფლიოს გაერთიანების, რომელიც დაასრულებს დედამიწაზე მღვდელთა მსახურებას აი ამ მიზეზების გამო. ისინი დაასრულებენ, იმიტომ რომ ისინი ხშირად სასულიერო პირები, ჩვენ ხედავთ მოუწოდებენ ხოლმე ომისკენ, ძალადობისკენ, გაიხსენეთ თუნდაც 7 ივლისი ჩვენს ქვეყანაში, ხო? თუნდაც ის სასულიერო ლიდერი, რომელიც ახლახანს ირანში მოკლეს, ხო? მიზეზები რატო არის? ისინი ძირითადად მოუწოდებენ ადამიანების მკვლელობისაკენ, ძალადობისაკენ, ომებისაკენ, ვითომც და რელიგიური ესეთი შეუთავსებლობით პოლიტიკასთან, მაგრამ სიამოვნებაში კვეთრათელევიან პოლიტიკაში, თუ კი რამე ომი დაწყებულა დედამიწის ზურგზე, ყოველთვის სასულიერო ლიდერების მხრიდან ხდებოდა, გაიხსენეთ თუნდაც ჰიტლერი, გაიხსენეთ აგერ პუტინის დაწყებული ომები, მისი სასულიერო პირები, რომლებიც ამართლებენ ამ ომებს. ისე რომ აუცილებელია თუ მშვიდობა უნდათ მსოფლიოში, აუცილებლად მათ უნდა დაასრულონ პირველი, ეს არის სათავე რელიგიები და ის სამღვდელოება, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს ღმერთის თვალში. ღმერთმა მხოლოდ იესო ქრისტე დანიშნა ამ საქმისთვის და იესომ შეითავსა ეს ფუნქციები. ამის წაკითხვას ბევრი დრო არ უნდა. ებრაელთა წერილი ნახეთ პირველ რიგში, თქვენს ბიბლიებში, ბოლოდან მეორე წიგნია, მე7, მე9, მე9, მე10 თავები, როგორც გითხარით, ამ თავებიდან თქვენ გაიგებთ ყველაფერს, როგორ და რანაირად დაასრულა იესომ ეს და როგორ ასრულებს დღეს იესო აი ამ მოვალეობას ზეცაში. ისე რომ გისურვებთ წარმატებას ყველა ბიბლიის გულწრფელ მკვლევარს და გისურვებთ, რომ შედგეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებად, რაც გულისხმობს იმას, რომ ზუსტად უნდა მიუყვეთ ქრისტეს ნაკვალევს, ქრისტეს სწავლებებს, რომელსაც ჩვენი თვალით ვკითხულობთ ახალ თქმაში, წმინდა წერილებში, გვახსოვდეს, რომ ის ძველი აღთქმით, რაც იყო ეს წესები, მღვდელთა წესები და მოთხოვნები იესომ დაასრულა, გააუქმა და დღეს ფუნქციონირებს ახალი აღთქმით ჩვენი შუამავალი ღმერთსა და ჩვენს შორის იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მღვდელმთავარი და ჩვენი მეტრე და ის ხელმძღვანელობს მიგვიწვის წინ. მხოლოდ მას შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენ ზეციერი მამის მიერ აღთქმულ მარადიულ სამყოფელთან. გისურვებთ წარმატებას.